მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers. ერთ ჩვეულებრივ თქვენაერი მძღოლს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ნებისმიერი მანქანა გაატაროს და მისგან სიამოვნება მიიღოს. ამჯერად კი ჯერი მიდგა აი ამ ლამაზ E-კლასზე, W212-ზე, რომელიც არის E550. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა 4 და 7 ბიტურბო ძრავით არის აღჭურვილი. V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავია და საკმაოდ ძლიერია. მაგრამ სანამ გადავალთ ახლა მოძრაობაში, ვიზუალურად მინდა რომ დაგათვალიერებინოთ. E-კლასი ახლა უცხო არავისთვის არ არის მაგალითად, მაგრამ ამ მანქანას საკმაოდ ლამაზი დისკები აყენია, 19-იანებია და წინაც ასევე გვაქვს დახვრეტილი სამუხრუჭე დისკები უკეთესი გაჩერებისათვის. სხვა ახლა განსაკუთრებული არაფერი გარეგნულად რო ვთქვათ, მაგრამ საკმაოდ ცოცხალი ვიზუალი აქვს ამ მანქანას და ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს მანქანა არის იაპონური სრულიად და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია როგორც გარეგნულად, ასევე სალონშიც, მაგრამ მოდი ჯერ ძრავში ჩავიხედოთ. გამარჯობა 4 და 7 ბიტურბო. ეს არის 8 ცილინდრიანი ბიტურბო, twin turbo-ს საუძახეთ თუ გინდათ, ამას რამდენჯერაც საჭირო იქნება, რამდენჯერ გავიმეორებ, რომ ერთ და იგივე ეს უბრალოდ მარკეტინგია ბიტურბო, twin turbo. ამაში სხვაობები არ არის რა. თავარია რომ ორი ტურბინა გვიყენია ხა მანქანაში, ორივე ერთნაირი ზომის არის. რაც შეეხება ამ ძრავის გამძლეობას, ეხა ჭირდება კარგი მოვლა, ფაქიზი ძრავი არის, სუპერ საწვავს ითხოვს აუცილებლად და კარგი ხარისხის ზეთს. სერვისებს რაც შეეხება, ეხა ცეფის სერვისი ჭირდება აუცილებლად და იმ შემთხვევაში თუ სულ საწვავს ჩაასხამ და აი მაგალითად რეგულარს ჩაასხამ, ან პრემიუმს ჩაასხამ, არ იმის საშიშროება, რომ ცილინდრის კედლები დაიხაზოს, იმიტომ რომ სუსტი კედლები აქვს და მერე ეგ სერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ თავიდანვე ამ მანქანას კარგად უნდა მოუვარო, რომ დიდხანს გემსახუროს. მოდი ახლა დავქოქო და ხმა მოვისმინოთ. რაღაცას გველაპარაკება, როგორც ყველა იაპონური მანქანა, მაგრამ ერთი წამი გვაცადე რა ხმას გვინდა რომ მოусმინოთ. არა, კაი ხმა აქვს. თან მთელი მანქანა რომ აი ესე მოძრაობს და აგვირით მანქანას. აი კარე. ესე მოძრაობს რა ძრავით. უფრო ახლოდან მოგასმენიებთ ახლა ხმას. კარები რა რბილად იხურება. Mercedes-ია, რა თქმა უნდა, სალონშიც იგრძნობა ეს ყველაფერი, თავის ადგილზე არის ღილაკები, ესენი, ძველია, სტანდარტულია, მიჩვეულია ყველაფერს თვალი, თუმცა აი ეს უნდა აღვნიშნო, რომ მაჩვენებელთა დაფაზე გვაქვს 5 მაჩვენებელი, ანუ W140 მაგონებს, რატომღაც, იმიტომ რომ ძირითადად Mercedes-ებში 3 გვაქვს ხოლმე, ეხა უფრო გაფართოვდა რა. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ საათი და ტახომეტრი ერთ და იგივე ზომის, ანუ Mercedes-ის მძღოლისთვის დრო და მანქანის ბრუნი თანაბრად მნიშვნელოვანია რა. ზადა ვართ წავედით. აქ გვაქვს გადამრთველები სიჩქარეების ხელზე, Mercedes-ის თავისი ორიგინალი ხელისმუხრუჭის ამომრთველი ხელზე აქვს და მოდი ვნახოთ აბა როგორ დადის. 4 და 7 ბიტურბო. მოდი ჯერ ქალაქის გზაზე ვიმოძრავოთ, მერე საწვავი ჩავასხათ და 0-100 გავზომოთ. ძალიან სწრაფია. უნდა ვაღიაროთ თავიდანვე მანქანა არის ცოცხალი. ეს ხმა სალონში ნაკლებად შემოდის, იმიტომ რომ Mercedes-ია თავისთავად კარგი ხმის იზოლაცია აქვს. მოდი ხმას უფრო კარგად აქ ხო არ გავიგონებთ. მგონი კი, ხო? კარგად მიდის. აი ფარფატის შეგრძნება საერთოდ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტში არის ახლა დაკიდების სისტემა და სპორტში არ გადამეტანია, იმიტომ რომ ჩვენთან გზები უბრალოდ ისეთ მდგომარეობაშია, რომ მეცოდება მანქანა უბრალოდ სპორტისთვის რა. თუმცა აი კომფორტში ძალიან
კარგად დგას ახლა ეს მანქანა გზაზე. ეს სხვადასხვა ეს მანქანა რო გამოდიოდა მაშინ რომ მიიქცია ჩემი ყურადღება რა, აი ახალი ეკლასი რო გამოვიდა და პირველად რო დავინახე საერთოდ ქუჩაში ეს მანქანა, ეგეც მახსოვს და აი ამ ყავის ფინჯანზე რეკლამაშივე ამბობდნენ რომ აი ეს მანქანა რო დაიღლებიო, განიშნებსო რა, აი დაღლილი რო ხარ და რო უნდა გაჩერდეო და ეგ იყო რამხელა ინოვაცია და შოკი, იცი ჩემთვის ან ბავშვისთვის რომ აი მანქანა ხვდება რომ შენ დაიღალე და ფინჯან ყავას გიხატავს და რაღაცა და მე წარმოვიდგენდი რომ აი აქედან ყავა გამოვიდოდა და მოგაწოდებდა და რაღაცა მაგ ფიქრებში მივიდიოდი რომ აი ამ დონეზე მივიდოდა განვითარება რა. დღეს უკვე აი ამ მანქანას მართავ, აი იმ რეკლამის მერე ალბათ 10 წლის მერეც 10 წელიც ცოტაა კიდე. შეიძლება 15-იც იყოს გასული იმ რეკლამის მერე და ბოლოს აი ვიღებ იმ შეგრძნებას, რისი გამოცდაც მინდოდა ბავშვობიდანვე რა. კარგად მიდის. მონიტორზე უნდა მეთქვა რომ მონიტორი ამ მანქანაში კარგადაა ინტეგრირებული რა. არ ყვირის, თავისი ადგილი აქვს, ჩარჩო აქვს გამოყოფილი და დღეს თუ ვინმეს კითხვა გიჩნდებათ რომ აი მაგალითად რატო არის ყველაფერი დღეს ეკრანზე რატო გადადის, ხო? აი სიახლე არის, ახალი მანქანა როა მაგიტო არის ეკრანზე გადასული ყველაფერი. არა, ეკრანები დიდ მონიტორებს ზოგადად იმიტომ იყენებენ ახალი ავტომწარმოებლები რომ უფრო მარტივია მათთვის რა. ანუ ამდენი ღილაკის, ჯერ დიზაინში ჩასმა, რომელი რა ფორმის უნდა იყოს, მოუხდება თუ არა მანქანას და ასე შემდგომ, ამ რაღაცებზე ფიქრი რო არ მოუწიოთ, მარტივია უბრალოდ აიღე ერთი დიდი მონიტორი, დააყენე აი აქ, შეიტანე ყველაფერი შეგნით და მერე იქ თუ მგზავრს ზებნა უწევს სკამის გათბობას სად ვიპოვო და აბა სინათლეების დახრა ჩამოხრა, ვაკონტროლო და ასეთი რაღაცები ეგ უკვე აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს თავიდან იშორებენ რა. ბევრად უფრო სწრაფი ხდება მანქანის წარმოება და ბევრად უფრო მარტივი ხდება აი ამ ყველაფრის ერთ სივრცეში ინტეგრირება რა. მithumetes დღეს, როდესაც უკვე მიკროჩიპები და ასე რომ ვთქვათ, აი ეს ეკრანიანი მოწყობილობების წარმოება პრობლემას აღარ წარმოადგენს რა. ეგ სირთულე დაძლეული არის. აი აქ ახლა წითლად გვინთებს თუ დააკვირდებით, ეს ნიშნავს რომ წინ მანქანა არისო და ცოტა ყურადღებით იყავიო. მოდი აი შემოვიდეთ ახლა ბენზინ გასამართზე, ჩავასხათ საწვავი და მე უკვე გავაგზავნოთ გზაზე. ჩვენ გვინდა სუპერი ახლა აქ. დისკები ძალიან უხდება რა. და იაპონური როა ეგ სისვეჟე, რასაც ვეძახით, აი გარეგნულად თან დაასწევს რა მანქანას. აი ეს მეყვარს საჭირო ჩამოდის დაბლა და ეს კომფორტი მაკლია რა Volkswagen-ის მზღოლს. Volkswagen-ის მზღოლს კომფორტი მაკლია. თუმცა ვინაზღაურებ ახლა აქ ჩემი მაყურებლების მანქანებისგან. ნახე, შეხედე. ნუ კაია რომ იაპონურად მაინც არ გველაპარაკება, ინგლისურად გვეუბნება რომ რაღაცა კარტა არ დევსო მანქანაში, მაგრამ მე კარტა ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა. ჩვენ სუპერი გვაქვს მიღებული და ჩვენ გვინდა მაგრამ იდის. არ უჭირს რა შენი მაჩქარება რა, არაა პრობლემა მანქანისთვის უბრალოდ. დაბალი გაზითაც ისე გახვალ რომ არაფერი პრობლემა რა. კაი სატარებელია, დიზრავიანი მანქანის კომფორტი ეგაა, თუმცა ეხა აქ წვას დავაკვირდეთ, ნუ ამჯერად გვიწერია 6.5 ლიტრი და მე მგონია რომ რაღაცას გვატყუებს ეს 6.5-ს ისარწავს რა გვია. 6.5-ს 1.5-იანი ფიტები არწავს 9 ლიტრას ვავენ ხოლმე. რო კითხო ეკონომიური მანქანა არის. თან წავიდეთ ავტობანისკენ და ავტობანზე მე გავზომავთ რა თქმა უნდა 0-100. კარგი, ესში გვაქვს აი ეს ფარები მე მგონი შკოდას ფარებია და ჯობია რომ დინჯად ვიყოთ. ნახე, აი რას ნიშნავს რომ იყო ჯასტრაივერი, მძღოლია. შორიდანვე ფარებითაც კი უნდა მიხვდე, სად შეიძლება და სად არა რაღაცეების გაკეთება. კომენტარებში კითხულობ ხოლმე რომ ნუისვამო ხოლმე მძღოლსო და მე პატრონესო მანქანაში, იმიტომ რომ შეიძლება მერეო რაღაცა მოგერიდოსო გაზზე ფეხის დაჭერაო და უფრო თავისუფლად არ იქნება და ვერ ილაპარაკებო რა თავისუფლად. დამიჯერეთ მეგობრებო, მაგის კომპლექსი არა მაქვს, უკვე მოხსნილი მაგ ყველაფერი, კარგახანია ვიდეოებს ვიღებ. ხო და თუ რაიმე არ მომეწონება, იმას პირდაპირ ვიტყვი და გაზზე ფეხის საჭერად სიმართლე რო გითხრა, ეხა ამ ვიდეოს მე პატრონე ელოდება, როდის დაიდება და რო უყურებს, თვითონ პირიქით შეიძლება აი ნაწყენი დარჩეს, რომ აი რატო არ დააჭირე უკეთესად გაზზე ფეხი. ამიტომ მოდი ეხა რო ნაწყენი არ დაგვრჩეს, დავაჭიროთ
კარგი. 1, 2 და 3. ას. მე მგონი საკმაოდ ჩქარია, მაგრამ როგორც ყოველთვის ერთი კიდე უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ თავისთავად რამე შეცდომა არ გქონდეს დანაშვები. კარგი. ესში ხო გვაქვს, კი გვაქვს. 1 2 და 3. ას. აი Mercedes-ებს რო სიჩქარის გადამთვლელი აქვს აი აქ. ნახე ეს კი არ მიყურებს, ეხა ისე შემოაჭრის აქ საერთოდ თვითონ თავისი ზოლი იყოს რა. ეს კაიციან. ხო და Mercedes-ებს საუბრობდი სიჩქარის გადამთვლელებზე, რომ აი აქ რო არა გვაქვს, ხელი აქ კი მიდევს ეხა მაგალითად, მაგრამ უხერხულად მიდევს, ანუ საწავიღო რაზე დავადო ახლა ეს ხელი, აი სიჩქარეების კონტროლზე თუ რა, ანუ ალბათ Mercedes-ი რო ყავს ეხა დიდი ხანი, მე შეიძლება რომ რაღაცა შეეჩვე და აი აქ ამას მოკიდო, მაგრამ არ ვიცი. დამიწერეთ Mercedes-ის მძღოლებმა, ვისაც ყავთ აი ესეთი მოდელები, რომელსაც სიჩქარეების გადამთვლელი აქვს აი აქ. ხელი აქ კომფორტულად გიდევთ, ამას მიეჩვიეთ პირდაპირ თავიდანვე რომ დაჯექით Mercedes-ზე. საკმაოდ ლამაზი მზის ჩასვლა არის. 4 და 7 ბიტურბო და 2 გზა. კარგი არის, კარგი ხედია. იმედია ეს ემოციები ახლა თქვენთან მოდის. მე როგორც ვახსენე აქამდე E-კლასზე არ ვიყავი ნაჟონი, მაინტერესებდა როგორი მანქანა იყო და მით უმეტესად 4 და 7 და ესეთი შესაძლებლობების მქონე მანქანა, რომელსაც შეუძლია რომ სიამოვნება მოგანიჭოს და ემოციები მოგანიჭოს, ჩემი აზრით საკმაოდ კარგია, მოსახვევში უნდა უფრთხილდე, იმიტომ რომ ზედმეტი გაზი და ეგრევე, მოცურება გითიშავს ეხა თავისთავად გაზს, მაგრამ მოცურების გარეშე არ უნდა გაუთამამდე თავიდანვე. მოკლედ თქვენ უყურებდით Just Drivers ერთ ჩვეულებრივ თქვენაერ მძღოლს, რომელსაც უბრალოდ მანქანები უყვარს და მისგან სიამოვნებას იღებს. თუ ეს ემოციები თქვენამდე მოვიდა, გთხოვთ რომ დამიკომენტაროთ, მაცოდინოთ, თუ რაიმე აკლია, ეგეც მითხარით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, შემდეგი მანქანით. თქვენ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.